ვარაუდი, რომელიც გამოთქვა BBC-მ ეკრნობა რამდენიმე მიმართულებით მოპოვებულ ინფორმაციას და მათ შორის ეს არის კონფიდენციალური დოკუმენტი, როგორც BBC ამბობს, ეს არის GDD-ს 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, სადაც არის ჩამოთვლილი ნივთიერებები და მათ შორის ქიმიური ფხვნილები, გეცოდინებათ და ერთ-ერთი ფხვნილი კოდით UN 34-39 არის საეჭვო. მათ გადაამოწმა შემდგომ ექიმებთან და ითქვა, რომ ეს არის ნივთიერება, რომელიც არ უნდა იყოს გამოყენებული მოქალაქეების წინააღმდეგ. ის რომ შარშან წყლის ჭაუში იყო რაღაც გარეული, ამას შარშანვე ამბობდა ალექსანდრე დარახველიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი. და შემდგომ მთელი ერთი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ უწყებებისგან, რომ გვითხრით რა ნივთიერება იყო გარეული. და იმის თქვენ ამბობთ, რომ ეს არის მცდარი ინფორმაცია. აპირებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოაქვეყნოს ინფორმაცია იმის შესახებ, რა ნივთიერება იყო გარეული. ამ კითხვაზე პასუხი დაასრულებ და საერთოდ ამ ამბავს ალბათ. რაც შეეხება ნივთიერების გარევას, ნივთიერება იყო გარეული, მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. რაც შეეხება კონკრეტულად ინფორმაციას კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ კონკრეტული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამაზე პრაქტიკულად გიცებითი ფორმით საუბრობდა BBC, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა ფაქტი, რომ არათუ არ გამოყენებულა ეს ნივთიერება, არც არასდროს შეუძენია შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ შორის ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებშიც. ეს არის ის, რაც უკვე შეიძლება ითქვას. დანარჩენი მიმდინარეობს გამოძიება, ამ გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა დეტალი ფხვნილთან დაკავშირებით იქნება გასაჯაროებული. ეს არის საკმაოდ სერიოზული საქმე ალბათ და დამეთანხმებით, რომ საკმაოდ მძიმეა ეს სერიოზული ტყუილია, შეიძლება პასუხისგაცემა. პასუხისგაცემა სჭირდება და მეტი გამჭვირვალობა. ანუ აპირებს თუ არა კითხვაზე პასუხი არ მივიღე. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გვეტყვის რა გამოიყენეს? კიდევ ერთხელ კანონიერი იყო თუ არა კანონიერი? პირველი ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა, ის რომ კამიტი არ გამოყენებულა, შესაბამისად BBC-ის სიცურეში უკვე ამხელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება გამოძიების დასრულებისთანავე, ამ გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. რაც შეეხება ნივთიერება კამიტის გამოყენებას, ეს უკვე უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით და ანალიზით დაყრდნობით, რომელიც მის ხელთა დანარჩენი დეტალური ინფორმაცია წარადგენება საზოგადოებას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ BBC-ის სიცრუეში უკვე ამხელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ ვაპირებთ მიმართოთ როგორც რეგულირებულ კომისიას ბრიტანეთში, ისე საერთაშორისო მართლმსაჯულებას უნდა უარყოს BBC-მ ის ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა სპეცსამსახურების ხელზე. აი ამაზე მართლმსაჯულებაზე გკითხავთ, უბრალოდ ამას მაინც დავუბრუნდები, როგორც აქ არის განმარტებული ეს ქიმიური სითხე, ეს კოდი მოიცავს ბევრ ნივთიერებას და არა მხოლოდ კამიტს. კამიტზეც მაქვს კითხვა, ვახტანგ გომელაური სულ სხვა რამეს ამბობდა და შემდეგ გელაძე სულ სხვა რამეს ამბობდა. ამიტომ არის კითხვები. გითხარით გამოძიების დასრულებას რატომ ელოდებით? გითხარით და გაფანტეთ ეს სპეკულაციები, თუ ხედავთ ამ სპეკულაციას. ვახტანგ გომელაურმა უკაცრავად თქვა ასეთი რამ, რომ ის ნივთიერებები, რაზეც საუბრობდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო 2009 წელს შეძენილი. აუთ შემთხვევაში არ დაუდასტურებია ვახტანგ გომელაურს ის, რომ ნივთიერება კამიტი იყო გამოყენებული და მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ბატონმა გეგა გელაძემ საზოგადოების წინაშე განაცხადა მკაფიოდ, რომ ნივთიერება კამიტი არ ყოფილა გამოყენებული. ამიტომ ასე ვთქვათ, უთანხმოება არ არის ამ ორ განცხადებას შორის. ზოგადად საუბრობდა ბატონი ვახტანგ გომელაური მასთან დაკავშირებით, რომ ეს ნივთიერებები იყო შეძენილი, ფხვნილი იყო შეძენილი 2009 წელს თავისი ყველა ნივთიერებით. რაც შეეხება ბატონ გელაძეს, მან განაცხადა, რომ ნივთიერება კამიტს ეს ფხვნილი არ შეიცავდა, შესაბამისად BBC უკვე არის მხილებული ძალიან უხეშ ტყუილში. ჩვენ არ ვიცით რომელი ხართ მართალი. ამიტომ არის საჭირო გამოქვეყნება რა ნივთიერება იყო გარეული. გამოვიყენებთ სამ რამეს. და რატომ არ გაასაჯაროვებთ? მთელი ერთი წელი, ანუ BBC-ს დასკვნის მერე ხომ თუ ამ გარაუდის მერე ხომ არ გასაგებია. პირველ რიგში ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება, მეორე ეს არის მიმართვა ბრიტანულ კომუნიკაციების კომისიაში და მესამე ეს არის საერთაშორისო მართლმსაჯულება, რა თქმა უნდა, სამივე ეს ინსტანცია იმუშავებს. ბატონო ირაკლი. ეს ნივთიერება, ეს კოდი აერთიანებს სხვადასხვა ნივთიერებას და BBC-ს ექიმები, სპეციალისტები ეუბნებიან, რომ ყველა ნივთიერება, რომელიც ამ კოდის რაღაც ქოლგის ქვეშ არის აკრძალული. და შესაბამისად ჩვენ გვაქვს კითხვა მთელი ერთი წელია თუ კი უწყებებს აქვს კითხვა კი ამაზე იყო საუბარი კონკრეტული კოდის ქვეშ ამ კოდის ქვეშ ერთ-ერთი ნივთიერება არის კამიტი რომელიც არის აკრძალული
და იქ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი არ არის აკრძალული. ანუ სხვა ნივთიერებები შეიძლება იყოს გამოყენებული. რა თქმა უნდა, არ აკრძალული ნივთიერებები, რა თქმა უნდა. ანუ ეს დოკუმენტი, რაც გამოქვეყნებულია ამ BBC-ს გამოძიებაში, ამ დოკუმენტს თქვენ ადასტურებთ, არსებობს ეს რეალურია, აბსოლუტურია? კოდი? კოდზე საუბრობ? ხო, აი ინვენტარიზაციის სია, სადაც აი ეს კოდებიც არის ჩამოთვლილი. კი, კოდის ქვეშ არის როგორც აკრძალული, ისე არააკრძალული ნივთიერებები. ხო, ხვდებით, რასაც ვამბობ. კოდი არაფერს არ იძლევა საერთოდ. შეისწავლოს ეს კოდები, ხო, ერთი. BBC-მ ამ დროს გააკეთა რა, რომ მიუთითა კოდზე და შემდეგ თქვა ტყუილი, რომ ამ კოდის ქვეშ არსებული ერთ-ერთი ნივთიერება იყო გამოყენებული, რაც ხო უხეში ტყუილი. ეს გააკეთა BBC. BBC ვარაუდობს ამაზე და სხვა ინფორმაციაზე. ხო, ესეც საინტერესოა. ანუ ამ კოდის ქვეშ კეცებითი ფორმით ნივთიერებები, ბატონო, ეს ნივთიერებები, რაც ამ კოდის ქვეშ არის, ის იყო შესყიდული სახელმწიფოს მიერ. იმ კოდის ქვეშ იყო, რა თქმა უნდა. იქ არის როგორც აკრძალული, ისე არააკრძალული და შესყიდვას ექვემდებარებოდა არააკრძალული ნივთიერებები, რა თქმა უნდა. დანარჩენს დეტალურად წარმოადგენს შეგიძლიათ კოდის გამოიყენეთ. იყო თუ არა ამ კოდის ქვეშ ნივთიერებები გამოყენებული 24 წლის აქციების. იქნებოდა სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ეს ხვნილი იქნა შეძენილი. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ კოდი არაფერს არ იძლევა, იმიტომ რომ კოდის ქვეშ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან უდიდესი ნაწილი არ არის აკრძალული. ეს კოდი საერთოდ არაფერს არ იძლევა. ჩვენ საუბრობთ კოდზე 34-39, ამ კოდზე საუბრობთ. და რაკიღა არსებობს ყოფილი სპეცრაზმელის ასე ვთქვათ განცხადება, რომ დაშვებული არ იყო აკრძალული ნივთიერებები და შემდგომ მაინც ივსებოდა წყლის ჭავლის მანქანები, ამით ამ ნივთიერებით თქვენ რა სიტყვით ამაზე? ის მართავდა, ის იყო ხელმძღვანელი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ვინც არის, ხო იცით? რამდენი ტყუილი აქვს აქამდე ნათქვამი ამ კონკრეტულ სპეცრაზმას. შესაბამისად არავითარი სანდოობა ამ კონკრეტულ ადამიანს არ აქვს, ხო? მე მგონი საუბარი ადამიანზე, რომელიც გაიქცა ერთ-ერთ ქვეყანაში თავის დროს, ხო? და სანდოობა შეიძლება კონდეს ასეთ ადამიანს. სანდოობა თქვენც გჭირდება. ეს არის რეალურად საკუთარი მუნდირის მოღალატე. გაიქცა, თავშესაფარი მიიღო უცხო ქვეყანაში, მის სანაცვლოდ რომ საუბრობს 1000 ტყუილზე, ხო? ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, ხო? მუნდირის მოღალატე არ შეიძლება გამოიყენოთ როგორც მოწმე. ბატონო ირაკლი, ამ ნივთიერებებზე ბოლო კითხვას დაგისვამთ, ანუ თქვენ ადასტურებთ, რომ ამ კოდის ქვეშ ნივთიერებები იყო შეძენილი სახელმწიფოს მიერ, სავარაუდოდ ეს იყო გამოყენებული 24 წლის აქციების დროსაც, მაგრამ კონკრეტულად რა ნივთიერებები გაქვთ გამოყენებული, ამაზე შსს არაპირებს რომ ისაუბროს. რას ქვია არაპირებს? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება და გამოძიების შედეგები დეტალურად ეცნობება საზოგადოებას. რას ქვია არაპირებს? მაგრამ ამას გამოძიება რა სჭირდება? შინაგან საქმეთა სამინისტრო ხო შეუძლია და ერთია დოკუმენტაცია და მეორე არის თვითონ მხნილის ანალიზი. სრულფასოვანი ანალიზი ჩადარდება და ამის საფუძველზე საზოგადოებას გავაცნობთ დეტალურ ინფორმაციას. მხნილის ანალიზი არ კეთდება, ან არ არის ცნობილი ვიდრე შეისწრების ვიდრე გამოიყენა. და გაკეთეს რა თქმა უნდა. გამოყენა. ბატონო? თუ ის გამოყენებული იყო მანამდე ხო გამოძიების ფარგლებში უნდა ჩადარდეს ყველაფრის დეტალური ანალიზი. ერთია თავის დროზე დოკუმენტაცია რაც იყო და მეორე ანალიზი და ახლა როცა დაიწყო გამოძიება უნდა ჩადარდეს რა თქმა უნდა ხმლის ანალიზიც. საერთაშორისო მართლმსაჯულებას მიმართავთ ვამბობთ რა შემთხვევაში ჩათვლით საჭიროთ რომ საჭიროა საერთაშორისო გამოძიება ამ თემაზე. პირველ რიგში მიმართავთ ბრიტანულ კომისიას დაულოდებით იქ გადაწყვეტილებას საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მიმართოთ ნახოთ. თუ საჭირო გახდა ეს შემდგომი ინსტანციის გამოყენება. კარგი შევაჯამებ ამ კოდის ქვეშ არსებული აკრძალული ნივთიერებები სახელმწიფოს შესყიდული არ ქონია არასდროს. კიდევ ერთხელ გამიმერებ, კონკრეტულად ნივთიერება კამიტი ეს უკვე შეიძლება ითქვას 34-39 მარტივად იყო დადგენილი და დადგენადი ნივთიერება კამიტი არ შედიოდა, დანარჩენზე ანალიზები გრძელდება და დეტალური ინფორმაცია წარადგინება საზოგადოებას. 34-39 კოდის ქვეშ. კოდის ქვეშ არის, დიახ. კამიტიც არის. აკრძალული სხვა შეიძლება იყოს აკრძალული. კამიტიც არის ამ კოდის ქვეშ, თუმცა უკვე რაც შეიძლება ითქვას, კამიტს არ შეიცავდა ეს კონკრეტული ხმილი, დანარჩენი დეტალური ანალიზი წარადგინება საზოგადოებას, ხო? ერთია ერთი ნივთიერების დადგენა და მეორე აკრძალული ნივთიერებები იყო შეძენილი. მაგას ადგენს გამოძიება, რაიმე აკრძალული შეიცავდა თუ არა, ხო? ეს უნდა გამოძიება ოფიციალურად და შემდეგ წარადგინება საზოგადოებას ინფორმაცია.
ვანო მერაბიშვილმა შეიძინა თუ არა რაიმე აკრძალული, ამას დაადგენს გამოძიება და საზოგადოებას ესწრებება მოგვიანებით. ვანო მერაბიშვილმა თუ შეიძინა, თქვენ უნდა გწოდნოდათ ამ დრომდე და გაგენადგურებინათ თუ კი იყო აკრძალული. ანალიზი დაადგენს ეს მხნილი შეიცავდა თუ არა აკრძალულ ნივთიერებას. და აი ვანო მერაბიშვილმა თუ შეიძინა 2009 წლიდან თუ რომელ წელსაც ამბობთ, ანუ ამის მერე ხომ უნდა თქვენ დაგედგინათ რა არის საწყობში, რა ნივთიერება გაქვთ დასაწყობებული, რა არის გასაქმებული. თქვენ გავალდებულებით საერთაშორისო შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნებოდა ინფორმაცია, რომ აკრძალულ ნივთიერებებს არ შეიცავდა ეს მხნილი, თუმცა ყველაფერს კიდევ ერთხელ გადახედავს გამოძიება. ტელეკომპანია ფორმულა საუბარლაბაზე BBC-ზე დაგისვამთ მეც რამდენიმე კითხვას. რამდენჯერმე თქვით, რომ კამიტის გამოყენება გამორიცხა, კამიტის ფხობაც კი გამორიცხა გელა გელაძემ და ამით ამხილა მან თითქოს ტყუილში ტელეკომპანია BBC. მაგრამ მას გააკეთა მხოლოდ სიტყვებით და დასტურად არ წარმოუდგენია ერთი ოფიციალური დოკუმენტიც კი. თქვენ გთავაზობთ, რომ სიტყვაზე ვენდოთ გელა გელაძეს, რომ კამიტი არ გამოყენებია. არ გთავაზობთ. კიდევ ერთხელ გამიორებთ თქვით ან უკვე ორჯერ. გამოძიება როცა დასრულდება, დეტალური ინფორმაცია წარადგინება საზოგადოებას, მათ შორის მედიასაც. როგორც კი დასრულდება გამოძიება, რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც ბატონმა გეგა გელაძემ გაავრცელა, ის ეფუძნება კონკრეტულ მასალას, ხო? ადვილია უფრო მეტად, რომ გამორიცხო ერთი ნივთიერების არსებობა არ არსებობა ხმელში, ვიდრე შეესწავლა სრული სპექტრი. უკვე დადგენილია შესაბამისი პროცედურებით, რომ ნივთიერება კამიც ეს ხმელი არ შეიცავდა. დანარჩენ სრულ სპექტრთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოძიება გაუზიარებს თელ საზოგადოებას, მათ შორის მედია საშუალებას. იმავე პროცედურით, რომლითაც უკვე დაადგინეთ, რომ კამიც არ შეიცავდა გამოყენებული ნივთიერება. თავისთავად ცხადი გახდა ისიც, რაც შეიცავდა. არა, მაგას დამატებითი ანალიზი შეიძლება რა თქმა უნდა. ანუ ადვილია უფრო ერთის გამორიცხვა, ვიდრე სრული სპექტრის დადგენა. მხოლოდ კამიტის გამორიცხვა მოახერხა, მაგრამ დაგედგინათ თუ არა კამიტი არ არის. გამორიცხვა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ხმელი და ეს ინფორმაცია წარადგინება სად ჩატარდა ეს პროცედურა, რომელმა უწყებამ ჩაატარა პროცედურა, რომელთაც დაადგინეთ, რომ კამიტი არ გამოგიყენებიათ. ამ თემაზე მუშაობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო. კონკრეტულად რომელმა დაადგინა, არ ვიცი, შეგვიძლია შესაბამისო წყაროს კითხვა. გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა, მხოლოდ რამდენიმე საათში მომისმინეთ აქედან გელა გელაძის განცხადება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებული რამდენიმე საათიანი გამოძიების პირობებში თქვენ უკვე დადგენილი გქონდათ, აი ამ გამოძიების პირობებში დადგენილი შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, მას უკვე ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რომ ნივთიერება მინისტრს ეს ინფორმაცია სუსიდა, სუსში ჩატარებული. მე ვერ გეტყვით, ეს შეიძლება კითხოთ შესაბამის უწყებას, სუსს დაეყნოთ თუ თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრი იღებს პასუხისმგებლობას უტყუარ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კამიტი არ გამოყენებულა და მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ინფორმაცია არის უტყუარი. ამ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რომელი ნივთიერება იყო გამოყენებული, როგორც თქვენ გვეუბნებით და გამოძიების დასრულებამდე ჩვენ რატომღაც არ ვიცით, პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტრო რატომღაც ვერ გვეუბნება, რომელი ნივთიერება გამოიყენეს სულ რაღაც ერთი წლის წინ. კი ბატონო, ეს ასია. მაგრამ თქვენ როგორც აღნიშნეთ, იმ კოდის ქვეშ არის კამიტის გარდა სხვა აკრძალული ნივთიერებებიც. ხო? არა მხოლოდ არააკრძალული ნივთიერებები, არამედ აკრძალული ნივთიერებებიც. ამ დროისთვის შეგიძლიათ იმის გამორიცხვა, რომ კი ბატონო კამიტი არა, როგორც გვარცმულებთ არ გამოგიყენებიათ, მაგრამ ასევე არ გამოგიყენებიათ სხვა აკრძალული ნივთიერებები, რომლებიც ამ კოდის ქვეშ იგულისხმებიან. მე ასე მგონია, იმიტომ რომ სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმას, თუ რა ტიპის ხმელი შეიძინა თავის დროს ანუ მერაბიშვილმა, თუმცა მე ჩემი ვარაუდია, ჯობია დაველოდოთ, რა თქმა უნდა, ოფიციალურ გამოძიებასთან მის შედეგებს. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. ხო, არ იქნება სერიოზული მე გაუსწრო წინ გამოძიებას და გითხრათ ის თუ რამდენად აკრძალული ან არ აკრძალული ინფორმაციები ნივთიერებები იყო გამოყენებული. უფრო სერიოზული იქნება თუ მოგიწოდებთ რომ დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიებისგან მივიღოთ დეტალური ინფორმაცია. პასუხი შეიცავს იმის დაშვებას, რომ შესაძლოა სხვა აკრძალული ნივთიერება იყო გამოყენებული დემონსტრაციების. ჩემი პასუხი შეიცავს მინისტრის. ეს რამდენად მძიმე. ქიმიური არ არის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობთ მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩემი პასუხი შეიცავს ერთ-ერთ რამეს, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიებამდე ჩემგან აი რატომ არ შეგიძლიათ თქვენ როგორც გამოძიება გრძელდება გამოძიება გრძელდება რომ თქვენი მართლობის პირობებში გამოძიება არ დაველოდოთ ეს ხო არასერიოზული იქნებოდა ჩემგან ნახეთ გამოძიება დაიწყო გამოძიება უნდა დაადგინოს რა ნივთიერებებს შეიცავდა ხმელი როგორ შეიძლება მე ასეთი არასერიოზული განცხადება გავაკეთო და თქვა რომ რაღაცა შეიცავდა და რაღაცა არ შეიცავდა ეს იქნება საფუძვლით ესხმით თავს BBC ალბათობის მაღალი ხარისხი ჰივარაუდა რომ საქმე გვაქვს უკაცრავად
კამიტის გამოყენებასთან, თუმცა იქვე მიუთითა, რომ აქ შესაძლოა რომელიმე სხვა ასევე აკრძალული ნივთიერებაც იყოს გამოყენებული. მაშინ BBC-ს რას ერჩით, თუ გვეუბნებით, რომ თქვენმე უნდა გაარკვიოთ, ჯერ კიდევ თქვენს არ ხართ გაგრძელებული, სინამდვილეში გამოიყენეთ თუ არა აკრძალული ნივთიერება. ნახეთ, შეგნებულად მოხდა საკითხის დრამატიზება. პირდაპირ BBC როდესაც ამბობს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ნივთიერება და მაშინვე გაგრძელებული ნივთიერება კამიტი იყო გამოყენებული მიტინგის დაშლის დროს. ეს არის შეგნებული დრამატიზების მცდელობა. და ეს სიცრუე ძალიან მარტივად ამხილა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დანარჩენს დაადგენს გამოძიება და წარმოგიდგენ დეტალურ ინფორმაციას. ერთადერთი რატომაც მე არ გცემ დღეს პასუხს ამ კითხვაზე არის ის, რომ სერიოზულობით უნდა მოვაგიდოთ გამოძიება, შენ უნდა დასრულდა სრული გამოძიება და შემდეგ უნდა ვისაუბროთ ყველაფერთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიტყვით, ანუ BBC-მ ალბათობის მაღალი ხარისხით იბარავდა, რომ საქმე გვაქვს კამიტის გამოყენებასთან, თუმცა ამ გამოძიებით BBC-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით არც ის გამოირიცხება, რომ სხვა აკრძალულ ნივთიერებასთან მქონდეს საქმე და თქვენი ეს პასუხიც ავლენს ამის ალბათობას. თქვენ ამბობთ, რომ გამოძიება სწორედ ამის გასარკვევად უნდა დაველოდოთ და დაველოდეთ მაშინ თქვენს ამ გამოძიებას. მე შეიძლება ვიცოდე, რომ ვიღაცამ კაცი არ მოკლა, მაგრამ გამოძიება თუ გრძელდება, მე არ მაქვს იმის უფლება, რომ ასეთ რამ გითხრათ. ფლობით რაზეა საუბარი? პირადად დარწმუნებული ხართ იმაში, რომ არ გამოუყენებიათ აკრძალული ნივთიერება. მე ასეთი ვარაუდით შემიძლია ვისაუბრო, წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გადაემოწმებინა ის, თუ რა ნივთიერება შეიძინა მანომერაბეშვილმა 2009 წელს. წესით უნდა გადაემოწმებინა. თუ არ გადაამოწმებინა, თუ აღმოჩნდება, თუ გამოძიება დაადგენს, რომ საქმე მართლაც მივიდა იქამდე, რომ აკრძალულ ნივთიერებას ფლობდა და იყენებდა კიდეც დემონსტრანტების წინააღმდეგ, მინიმუმ ფლობდა. ამაზე გამოძიება გაგცემთ პასუხს. პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ. პასუხისმგებლობის საკითხი უნდა განიხილოს. გამოძიება გაგცემთ პასუხს იმის და მიხედვით, თუ რა არის სინამდვილე. ხო და თქვენს მინიმუმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ასეთ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ თუ არა. როგორ თქვენი მართლობის პირობებში აღმოჩნდა, რომ თურმე გამოიყენეს რაღაცა მოქალაქეების წინააღმდეგ. როგორ ეკადრებათ? თეორიულადაც რო დაუშვათ, აქ არაფერ შუაში არ არის. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ 2009 წელს გარკვეული ფხვნილი, გამხსნელი ფხვნილი შეიძინა მანომერაბეშვილმა. რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ თუ ინეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს თეორიულად ასეთ შემთხვევაში, ეს არის რა თქმა უნდა მანომერაბეშვილი, იმიტომ რომ შეგნებულად კონკრეტული ფხვნილი გამოდის, რომ შეუძენია თუ ასეთი რამ დადგინდება. და ვახტანგ გომელოვი რატომ ინახავდა თქვენი თავი? არ გისურვებთ, რომ თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გამოვლინდეს როგორც დამნაშავე ამ საქმეში. და არა მაგალითად თუნდაც ვახტანგ გომელოვი, რომლის მმართველობის პირობებში, მინისტრობის პირობებში ასევე ინახებოდა. ჯერ საუბრობთ თეორიას. თეორიაზე ვსაუბრობთ. ხო, მაგრამ ასეთი განვითარების თეორიაზე ნუ გავაგრძელებთ საუბარს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. მაგრამ თეორიულად თუ მეკითხებით და პოლიტიკურად, არ გირჩევთ, რომ თქვენი პარტიის ლიდერი აღმოჩნდეს დამნაშავე ამ საქმეში.